აბა მოგესალმებით. დღეს არის საქართველოს ალბანეთის თამაში. ალბანეთს ერთი ადამიანი აკლია, ერთ ფეხბურთელი აკლიათ მარტო ისმაილი და მეკარე არ აკლიათ, მეკარე სტრაკოშა ყავთ და ჩვენ კი მხოლოდ გვაკლია ეს დვალი, რომელმაც დისკვალიფიკაცია მიიღო. მაგრამ ეს იმედია ჩვენებს ხელს არ შეუშლის და კაკაბაძე იმიტომ რომ შეტევას ვცდილობთ კვარაცხელია 3-3-ზე 3-4-ზეა 3-4-ზე ხვიჩა კვარაცხელია დარტყმა და გადარჩნენ ჩვენ რაც მათი ხბალს ასახავს ძილს მოხვდა და მართლა კარგად გადარჩნენ. ალბანეთი ერთ-ერთი ალბათ ღირსეული მეტოქე არის ჩვენთვის და მოგება არ იქნება გასაკვირველი. არც მათთვის. კვარაცხელია 3-1-ზე და წააქციეს, მაგრამ პენალტი არ იყო, არც არაფერი იყო საპენალტო და დავითაშვილმა კარგად აართვა ბურთი, მაგრამ ვერა. და მოდიან შეტევაზე ალბანელები და ლოჩუშვილის მიუვიდე კიდე კაი ბურთი. და კიდე ალბანელები ბურთით. უნდა გადავრჩეთ, კაშია, მაღალი პასი, მაგრამ ისევ ალბანელები. მამარდა მოხსნა, გადაგვარჩინა კუთხური, მამარდაშვილმა კარგი მოხსნა და ნამდვილად მაგარი მეკარე არის. ერთ-ერთი ტოპ მეკარე ალბათ. ტოპ 10-ში თუ არა 20-ში მაინც უნდა იყოს. და დარტყმა და დიდი მანძილით აცდა ბურთი კარს. ჩვენთვის რა თქმა უნდა კარგი უნდა იყოს და არის კიდეც და მამარდაშვილი, კაშია, კაკაბაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე, ხვიჩა, დარტყმა და გოლ! ამას გადასამოწმებელი არაფერი არ აქვს, რადგან სუფთა და კარგი გოლი იყო. ლამაზა დაწყობილი კომბინაცია და ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ნორმალური იყო. და სტრაკოშას თავისუფლად შეეძლო მოხსნა. მაგრამ ემილიანო მარტინეზი არ არის. და ძალიან კარგია ჩვენთვის. ალბანელი კი არა, ქართველი მცველებიც თვალებდაჭრატილები იყვნენ და ჯარიმას სწრაფად პასუხი გადაწყვეტეს და დავითაშვილი დაგვაკლდება შემდეგ თამაშში 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით სამწუხაროდ. რაც შემდეგ მატჩი თამაში გვაქვს ინგლისთან და მათთვის ალბათ დავითაშვილი გვაკლდება, ეს არის პროგრესი, რადგან ერთადერთი დავითაშვილს შეუძლია ართვას ბურთი და სამწუხაროდ გაგვითანაბრეს ანგარიში. გიორგი მამარდაშვილი ისე იდგა იქ, გეგონება დაბადების დღეში იყო დაპატეჟებული, მაგრამ ამას მართლა ვერ მოხსნიდა. თუ მოსახსნელად მივიდოდა გიორგი მამარდაშვილი ძლიერს დაარტყავდა. ეს დაარტყეს შტანგას მოხვდა და კარში შეგვიტანეს ბურთი. აქ რა თქმა უნდა მამარდა უძლური იყო. სამწუხაროდ მალევე გვიპასუხეს. არც ისე მალე, მაგრამ სწრაფი პასუხი მაინც გამოუვიდათ. კვარაცხელია, ხვიჩა კვარაცხელია, კიდე შეტევაზე ფიქრობს და კარგია. ქართველები კარგ კომბინაციებს ვაწყობთ. მოდიან შეტევაზე, კაშიამ კარგად ჩაჭრა. კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, არა. ალბანელებმა დაიბრუნეს ბურთი. ჩაკვეტაძე. ისე ისმაილი მათ რო დააკლათ, მათთვის ალბათ არაფერია პრობლემა. არ არის ისმაილი, არ არის პრობლემა. არც ჩვენთვის არა ის რო დაგვაკლდა პრობლემა. პენალტია მე მგონი. თავიდან ვნახოთ. არა ჯარიმა არის ჩვენი.
მე მეგონა რომ არასწორად მოვარტყით ხელი. კარგი. შეტევა. კარგად დავიცავით თავი აქ. და პირველი ტაიმი იწურება 6 წუთია დამატებული მხოლოდ და მხოლოდ. რაც დამთავრდა უკვე. მეორე ტაიმიც დაიწყო. პირველი ტაიმი საინტერესო და ბრძოლით სავსე იყო. ერთ-ერთი ღირსეული თამაში ალბათ რაც მიყურებია. ისმაილი არც არც ტრავმირებული არაფერი, უბრალოდ აკლიათ მათ. მიქაუტაძე სტრაკოშა მოიგერია სტრაკოშა. არ გვაჩვენებენ სტრაკოშას, უბრალოდ შეტევა გვანახეს. და კუთხურს მოვაწდით, კაი, კუთხურიდან მიქაუტაძეს და კვარას ბევრი გოლი აქვს გატანილი, ჩაგდება და სტრაკოშა მოიგერია. კარში მიდიოდა თუ არა, არ ვიცით. აბა, კიდე ერთ კუთხურს ჩავაწოდებთ. ქოჩორაშვილი დარტყმა. ეს კარში უკვე მიდიოდა, მაგრამ სტრაკოშამ კიდე მოხსნა. კიდევ ერთი კუთხური გადაბმულად. აბა ვნახოთ, გოლი უნდა მოყვეწეს კვარცხელიამ პირდაპირ კარს ჩახვია არა მიქაუტაძე, მაგრამ ამ დარტყმას მაინც მოყვა გოლი. ერთხელ ჩავაწოდეთ სტრაკოშა მოიგერია, მეორეთაც მოიგერია, მაგრამ მესამე ვეღარ მოიგერია. აბა რა. ყველას რა თქმა უნდა ვერ მოიგერიებდა. ერთი მოიგერია, მეორე მოიგერია, მესამე ვეღარ მოიგერია. მიქაუტაძე, აბა რა. კარგი იყო. ძალიან და ალბანელები ბურთით ქოჩორაშვილი. მოდის ქოჩორაშვილი. და პირდაპირ კარში ცადა დარტყმათან საიდან. მაგრამ ოდნავ ძლიერი რო ყოფილა. გოლსაც ვიხილავდით, რადგან სტრაკოშა წინ იყო გამოსული, ჩაკვეტაძე, ბურთი ქოჩორაშვილს. ქოჩორაშვილი კარგად მიდის, მაგრამ წაართვეს. კაშია, ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილი, დარტყმა, კიდევ ვერ მოხერხდა და ჯარიმა. საიდან გვაქვს ჯარიმა შეხედეთ. გოლი უნდა გავიტანოთ. და დაბალს უშვებს კვარა კარში და კვარაცხელია. რა კაი ბურთი გაუშვა კარში. დაბალი ჩახვეული, ტრიველა ქვია მე მგონი, არ ვიცი. მაგრამ დაბალი ჩახვეული იყო. ძალიან ლამაზი გოლები გავიტანეთ დღეს. პირველს თუ არ ჩავთვლით. რომ პირველში მხოლოდ კომბინაცია იყო ლამაზი. მეორეში და მესამეში გოლი იყო ლამაზი. ანუ შეტრიალებულად რა. ძალიან კარგი. 3 ქულის წაღება ალბანეთიდან არ გვაწყენს. ის შემდეგი თამაში ხო გვაქვს ინგლისთან. და ლოჩოშვილიც დაგვაკლდება ინგლისთან, დვალი დაგვაკლდება დავითაშვილი. მათთვის ეს პროგრესი შეიძლება იყოს, რადგან დვალი ხშირად იყიდებს წითელ ბარათებს, იმიტომ რომ სულს რეალდება დარტყმა. მამარდაშვილმა კაი სეივი კი გააკეთა, მაგრამ სეივი არ იყო აუცილებელი, კარში არც მიდიოდა, როგორც დავინახე. მიკაუტაძე, კვარაცხელია, აბა ვუტევთ, 2-1-ზე. ოღონდ ჩვენ ვიყავით ერთი პირიქით, 1-2-ზე უნდა მეთქვა. კაკაბაძე ვერ ამოვიდა და ჯარიმა, კიდე ჯარიმა. ალბანელებს უჯარიმოთ ვერ ვაჩერებთ. რაც ძალიან ცუდია. ერთი გოლი გაგვიტანეს, ეგეც კარში შეიტანეს ბურთი. მამარდაშვილი კიდე. მამარდაშვილი ჩვენი კედელი. კარგი სეივები აქვს დღეს. სტრაკოშას მარტო კუთხურებიდან სეივები აქვს. რაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან ერთი კარში არ მიდიოდა, მეორე კუთხეში მიდიოდა, მესამე მეორე კუთხეში წავიდა, მაგრამ ამის მოხსნა მაინც არ შეეძლო სტრაკოშას.
მაგრამ მაინც 10 წუთი საკმარისი დროა რომ მე-4 გოლით შევაგდოთ. რაღაცა პირდაპირ გაშვებებს ძალიან შევეჭვიეთ. რადგან შევჭრულიყავით, რადგან უმეტეს შემთხვევაში სტრაკოშას მიდის ბურთი, რადგან მეტი ძალა როგორც ხედავთ არ გვაქვს. კაშია მაღალია რომ გამჭოლი გადაცემა კიდე კარში მოიდომა, მაგრამ ეს პირიქით ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა. ალბათ ამას დროის გაწელვის მიზნით აკეთებენ ქართველები, რადგან ალბანელებთან რომ ატაობენ ან პასაობენ, სულ გვართმევენ ალბანელები, რაც ჭკვია.